სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გივოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გასულ დღესასწაულს, ეგ გუშინ იყო ოჯახის სიწმინდის, ასე ვთქვათ, ხსენება, დღესასწაული. პატრიარქმა, როგორც ჩვევია, დააფუძნა და ჩვენ გვამხილა და გავგახსენა, რომ ოჯახის სიწმინდე არის უპირველესი საზრუნავი თითოეული ჩვენთაგანის. და რომ ღმერთმა, რომელიც შეაუვლა და შეაერთა, კაცინო დაარღვეს მას არანაირი მიზეზით. რადგან ოჯახი არის ქვეყნის შენობის მშენებლობაში ქვაკუთხედი, რომელზედაც ქვეყანა ეფუძნება. და ოჯახის სიწმინდე და ოჯახის წევრებს შორის სიყვარულით, ქრისტეს მცნებებით ურთიერთობა არის ის არის საფუძველი, რომელზედაც ეს ოჯახი არის დამყარებული, როგორც სახარებაში წერია. ქვიშაზე კი არა, არამედ მყარ საფუძველზე, კლდეზე დამყარებული არის. რატო? იმიტომ რომ თავად ქრისტე კლდე არის, რომელზედაც ეკლესია დაეფუძნა. და მას ვერაფერი ვერ შეარყევს. აქედან გამომდინარე, ოჯახი, რომელიც ღვთის მცნებებით, ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს, ურთიერთობს ოჯახის წევრები ერთმანეთთან, მას ვერანაირი ძალა ვერ დაარღვევს. რადგან ბოროტი იბრძვის, როგორც ლომი მკვირალი დადის და ეძებს ახალსაკვირველს. და იარაღი ბოროტის ხელში ბევრია. საერთოდ შფოთი, შური, გაუტანლობა, წუწუნი, ყოველთვის ბევრის მდომება და არა მადლიერებით მიღება ყველაფერი იმის, რასაც ღმერთი გვაძლევს, მცირეს, საშუალოს თუ დიდს. მოციქული გვახსენებს და გვეუბნება, ყოველთვის, ყველაფრისათვის მადლობდეთ ღმერთს. ოჯახში თუ ესე იქნება ცხოვრების წესი, ღმერთი ამ ადამიანებს მადლს და კურთხევას მისცემს. და რასაც რომ ლოცვაში გამოთხოვს ადამიანი ვერ მიიღებს, ამასაც იღებს სიმდაბლითა და სიმშვიდით, რომ ღმერთმა ჩვენი სულობისათვის უმჯობესი გამოაჩინა, უკეთესი მოგცა. გუშინ ძალიან სასიხარულო იყო, როდესაც დედაქალაქში უამრავი ადამიანი შეიკრიბა და აი ეს მსვლელობა ჩატარდა და საქართველოს ყველა რეგიონში მორწმუნეები გამოვიდნენ. შეიძლება ეგ ყველა შეიძლება არ ზრდის ეკლესიაში, მაგრამ რიდი აქვს, სიყვარული აქვს და რწმენა აქვს, რომ ღმერთი შეეწევა. დადგება დრო, როდესაც რომ ალბათ იქ აი ამ ხალხრავლობაში თუ ვინმე იყო ესეთი, რომელიც აღსარებას არ ამბობს ჯერ და ლოცვასაც არ კითხულობს, დადგება დრო, როცა ისინიც იტყვიან აღსარებას, მიიღებენ უფლის ზიარებას, სისხლსა და ხორცს და როგორც ახარება ამბობს, წინანი შეიძლება უკანანი გახდნენ და უკანანი წინანი, პირველნი გახდნენ. გუშინ იყო ნამდვილად სასიხარულო ყურება იმ ხალხრავლობისა, რომელმაც თავისი მოწოდება და სურვილი აშკარად ყველას დასანახად დააფიქსირა. გამოვიდნენ ხატებით, ჯვრებით, საგალობლებით და ისმენდნენ მღვდელმთავრის სიტყვას, კურთხევას მღვდელმთავრების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის შემხედვარეს უნებურად გიჩნდება აზრი, რომ ქვეყანას ვერ მოერევა ვერანაირი ძალა, თუ კი ძველი აღთქმის წიგნს გავიხსენებთ, 5-ზე მეტიც რომ იყოს ჩემი მორწმუნე, იმერს და ქვეყანას არ წავსმინდა. და იქ 5-ზე და 10-ზე მეტი იყვნენ, 1000-ები იყვნენ. ეს თითოეულ თქვენთაგანსაც ეკუთვნის, იმიტომ რომ ვინც რო ვერ მოახერხა იქ წასვლა, თუნდაც რომ სახლში იყო, ან თუ გადაცემას უყურებდა და გული მადლიერებით ჰქონდა სავსე,
მათვისაც ეს როგორც ლოცვა ღვთისწინაშე და თავისი აღსაარებლობა ისე შეგერაცხებათ ყველას. Მადლობ ღმერთს ამისათვის, იმიტომ რომ ღმერთმა დაუშვა განსაცდელი და განსაცდელი არ გვაშინებს, იმიტომ რომ განსაცდელი მოთმინებას გვასწავლის, მოთმინება კიდე გამოცდილებას შევგზავნს და გამოცდილებით კიდე უკვე კარგად შეგვიძლია განვასხვაოთ რა არის სულისთვის უმჯობესი და რა არის ქვეყნისთვის უმჯობესი. ვინც თავის სულის გადარჩენაზე არ ზრუნავს, არ ფიქრობს, ის ვერც ქვეყნის გადარჩენაზე იზრუნებს. იმიტომ რომ საკუთარი თავი თუ კი არ უყვარს ადამიანს, რანაირად შეიძლება შეიყვაროს სხვა. და სიყვარული მხოლოდ ერთი არის. ქრისტეს ცნების ერთგულებით შეიძლება ადამიანმა მიიღოს უნარი სიყვარულისა და კეთილგონიერი განსჯისა. ამიტომაც გუშინდელი დღე იყო ნამდვილად ღირს სახსოვარი და დღესასწაული. და ჩვენი როგორც ამ ქვეყნის შვილების, მართლმადიდებელი ქრისტიანების და იმ დღეს გუშინ ალბათ აღსარებლობის მიუხედავად ბევრი ადამიანი იყო გამოსული, რადგან ოჯახი ყველასთვის ძვირფასია და ყველასთვის მოსაფრთხილებელია. მადლობთ ღმერთს ამისათვის და მაგალითი ამ სიწმინდის თავდადებული დაცვისა და ოჯახისთვის ზრუნვისათვის არის კეთევან დედოფალი. კეთევან დედოფალი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა მე-17 საუკუნიდან არა მხოლოდ, არამედ უფრო ადრიდანაც მოყოლებული მე-17 შემდეგ თაობებს, მე-17 საუკუნის შემდეგ თაობებს გაახსენა რამ რის სიყვარულმა და რის ერთგულებამ მოიტანა ეს ჩვენი ქვეყანა რწმენით, ენით, იგივე მამულით დღევანდლამდე. თუ კეთევანის დროს და თუ დღევანდელ დღეს, ჩვენ დროს. და კეთევან წამებული არის ნამდვილად ნიშანსვეტი, აი ოჯახის სიწმინდისათვის ალბათ ესეთი ლოცვა ვედრება გვმართებს კეთევან დედოფლის მიმართ. და აი ეს ლევანდელი წელი არის საიუბილეო წელი კეთევან დედოფლის მოწამეობიდან 400 წლის იუბილე შესრულდა 24-ში გასულ წელს. და 24-დან აი ეს ლევანდელი წელი სექტემბრამდე არის კეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი საიუბილეო წელი. და ყველას გაქვთ კურთხევა, რომ თქვენი დილის ლოცვებში თუ უბრალოდ ლოცვებში ყოველთვის თქვათ კეთევან დედოფლის ტროპარი. წაკითხვით ან თუ ზეპირად, როგორც კი შეძლებთ, როგორადაც რომ შეძლებთ. და კეთევან დედოფალს ვავედრებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ჩვენი ოჯახების სიმტკიცეს და სიწმინდეს. დღეს წაკითხული იყო სახარება სამარიტელს შეხვდა მაცხოვარი და ეუბნება, რომ თან ისე იყო, რომ იუდეველები სამარიტელთაგან არაფერს არ იღებდნენ. შეურაცხყოფად ითვლებოდა წყალი რომ მიეწოდებინა და ის დაელია იუდეველს. და ამ დროს მაცხოვარი ზის ჭასთან და მოდის კალი, რომელიც წყალს ავსებს და ეუბნება წყალი მომეცი. და გაკვირვებული ეუბნება, შენ იუდეველი მე მთხოვ, რომ წყალი დაგალევინო? შენ რომ მიცოდე ვინ ზის და რა სიტყვს, მაშინ სიხარული გააკეთებდი, რადგან მე მაქვს წყალი, რომელსაც რომ მიიღებს, იხნავს ადამიანი, მას აღარასოდეს აღარ მოწყურდება. ხოლო შენი წყალი, რომელთაც შეიძლება წყურვილი მოიკლა, კლავაც წყურვილის გრძნობა გაგიჩნდება. რა არის ეს წყალი, უბერებელი, დაუჭკნოველი? ეს არის სულიერი წყალი. სულიერი, რომელიც ადამიანის გულსა და გონებას რწყავს. და როდესაც მოციქულები მოდიან და ეუბნებიან
მცირედით ვიტრაპეზოთ ეუბნება, არა, მე მაქვს აქ ჭამადი. რა არის ეს უფლისათვის ეს ტრაპეზი, სულიერი ტრაპეზი. უქადაგა ცნება და ქრისტე და სული აღარანაირ ფიზიკურ მოთხოვნას აღარ განიცდის. ისე ვართ თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ქრისტეს ცნებებს ყოველწამიერად საკუთარი გონების თვალის წინ და თავისი ყოველდღიური საქმიანობაში ხედავს და მოქმედებს მცნებებით, მაშინ მას აღარანაირი მოთხოვნილება არ უჩნდება რაღაცა გადაჭარბებული მიდრეკილებების მიმართ. თუ ეს იქნება საკვების მიღება ან თუ რაღაცა სხვა რამ მრავალი. და ეს სულიერი წყალი მადლიანი არის უფლისა მცნება. და ქრისტეს მცნებით ჩვენს ერს მომავალში შეუძლია რომ თავი დაიცვას და გადაერჩინოს. გახსოვთ ერთი ეპიზოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. დამპყრობელთა ჯარში გაიწვიეს ქართველი მეომრები, იბრძოლეს, დამპყრობელი დამარცხდა და დამარცხება ქართველების ჯარს მიაწერეს. და გადაწყვიტეს რომ ყველა უნდა დაეხოცათ. გაიგეს ეს უხუცესმა მეომრებმა ქართულ ჯარში და ძალიან შეშფოთდნენ, აღელდნენ. ზოგმა თქვა ვიომორდა ომში გავწყდეთ, ზოგმა თქვა ჩავბარდეთ და აუხსნათ, ზოგმა რა თქვა და ერთი უხუცესი მეომარი გამოვიდა და თქვა, არა, ძმებო, ყველამ ერთად მოვიყაროთ მუხლი და ვევედროთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს. და ყველა მართლაც დადგა მუხზე და დაიწყო ლოცვა ღვთისმშობლისადმი მოწყალებისა კარი გაგვიღე. და როგორც კი დასრულდა ლოცვა, ყიდან გამოვიდა ადამიანი, რომელმაც აღიარა რომ აი ამ ჯარის დამარცხების მიზეზი და იმ მათი ხედართავის მკვლელობის მიზეზი თავად იყო. ყველას გაუკვირდა, თუ როგორ გავედა, რომ აი ამ საშინელი დანაშაულის აღიარება ესე შეძლო და გამოვიდა და აღიარა თავისი დანაშაული. და მან თქვა, მე უყურებდი როგორ ლოცულობდნენ მეომრები და ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, ხედავ, შენი გულისთვის რამდენი უდანაშაულო სული შეიძლება მოწყდეს. გამომიძღვა დღის გამოსასვლელამდე და შემდეგ გაუჩინარდა. ეს იყო დედა ღვთისმშობელი. ისე დღეს ვნებათა ღელვა არის, პოლიტიკაზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც ეხება და არ ეხება. და ყველა თავის გეგმას წარადგენს და ყველა ფიქრობს, რომ მისი გეგმა ყველაზე უფრო მთავარია. პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა. ჩვენი უბრალო ადამიანების საქმე კიდევ ღვთისმინაშე ლოცვა-ვედრება არის. თანამედროვეობის ერთი დიდი მამა ამბობს, მამა ეფრემ არიზონელი, იოსებ ისიხასტის სულიერი შვილი. ჩვენ რომ კარგად ლოცულობდეთ ღვთისმინაშე, პრეზიდენტებიც კი შეიძლებოდნენ. ესე იგი, თუ რაიმე განსაცდელია, ალბათ ყველაზე უფრო მთავარი მიზეზი ჩვენს თავში არის საძებნი. და თუ რამ უნდა პირველ რიგში გავაკეთოთ, არის ის, რომ ვისწავლოთ გულმოდგინე გონება გაუფანტავი ლოცვა. რადგან ნუფალი ესეთ ლოცვას ისმენს და იწირავს. აბა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მეფესთან მივიდეთ, რაღაცას ველაპარაკებოდეთ და ამ დროს გონებით სხვაგან დავდიოდეთ. ეს ხო თავად მეფის შეურაცხყოფა იქნება. ჩვენ კიდევ ღვთისმინაშე ვდგავართ, ლოცვას კითხულობთ და 1000 რამეზე ვფიქრობთ. რანაირად მოისმენს ამას ღმერთი. და განსაცდელს თუ უშვებს, მხოლოდ უშვებს ჩვენი განსწავლისათვის. და ყველა განსაცდელიდან ღვთისმოყვარე გონიერი ადამიანი კეთილ ნაყოფს გამოიღებს. დაფიქრდება და ეცდება, რომ მეორედ ვართ ის თუ თავის თავში აღმოაჩენს, რა შეეშალა, როგორ შეცდა ღვთისმინაშე როგორ იყო,
თუ თავის თავში აღმოაჩენს, მაშინ დაიწყებს მის გამოსწორებას. და ღმერთი ამ ცდილობასაც შეიწირავს, რადგანაც გულთამხილავია და იცის ჩვენი კაცობრირი უძლურება. მაგრამ იწირავს სურვილს და მცდელობას. ასე რომ ეს ლოცვაც ძალიან ძლიერი ლოცვა არის და ვისაც რომ შეგიძლიათ ვთქვათ, დილას იქნება შუადღეს თუ საღამოს, კარგია თუ ვიტყვით. განსაცდელები არ გვაკლია. არც წარსულში, არც დღეს, ალბათ არც მომავალში არ იქნება. რატომ? იმიტომ რომ უფალი განსაცდელებით გზრდის და ამ განსაცდელებით ჩვენს კეთილგონიერებას გამოითხოვს ჩვენგან და გვაძლევს. ვინც დაემორჩილება ამ განსაცდელების მიღებას მორჩილად და თავდაბლად, საღვთო განჯის უნარსაც თავად ისიღებს. და მაშინ უკვე ყველაფერი ღვთის მადლით და ღვთის მიდევნებით იქნება შესრულებული და გაკეთებული. ძველი აღთქმის ისტორია, ძველი აღთქმის წიგნები მსგავს ისტორიებს ბევრს ყვება და ბევრს ლაპარაკობს. არაფერი არ შეცვლილა. და დღესაც ასევე ღმერთი განსაცდელებით გველაპარაკება და გზრდის. იყოს ნება ღვთისა. ყოველივე განსაცდელი ჩვენს თავს მოწეული ღვთის საღვთო განგებულებად მივიღოთ და შფოთითა და დრტვინით კი არა, თავდაბლობითა და სიმშვიდით ღმერთს ვთხოვოთ, რომ შეგვინდოს აურაცხელი წოდები ჩვენი ნეფსი და უნებლიეთ. და ეფრემასური ამბობს, ხო? უფალო და მეუფეო, მომანიჭე განსთა, თვისთა, წოდვათა. ეს დიდ მარხვაში ითქმება, მაგრამ ეს ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგცეს უნარი საკუთარი წოდების განსჯისა, დანახვისა. აი მაშინ, რაც სამარიტელ დედაკაცს უთხრა უფალმა, წყალი ცხოველი გვექნება ჩვენ ყველას. და ეს წყალი ცხოველი ჩვენს გაუდაბურებულ გულს, გონებას, სიტყვას, ბაგეს, ყველაფერს საღვთო მადლით შეცვლის. გილოცავთ დღევანდელ დღეს და დამდეგ დღესასწაულს. ღმერთმა ინებობს ჩვენი ყველას ერთად სასუფეველოში დამკვიდრება. და ეს ჩვენზეა მხოლოდ დამოკიდებული. მიუტევე და მოგეტევება. დაფარე სხვისი, ანუ არ განიკითხო სხვა, შენ რო არ ჩავარდე მსგავს ცოდვაში და თუ კი განკითხვით არ ილაპარაკებს ხვის შეცდომაზე, მაშინ ღმერთმა შენი აურაცხელი შეცდომა წარხოცოს შენგან. მადლობ ღმერთს ყველაფრისათვის. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. გილოცავთ დღესასწაულს.